გამომცემლობა ბილიკები და მაკა კვერინჩხილაძე წარმოგიდგენთ. ქართული ხალხური ზღაპრები შეკრებილია თედორ ზიკაშვილის მიერ, მხატვარი ლადო ქუდიაშვილი. გთხოვთ მოსმენის დაწყებამდე მარჯვენა ქვედა კუთხეში subscribe ღილაკს დააჭიროთ ხელი და გახდეთ ჩვენი ხელმომწერი. იყავით სიახლეების კურსში. ნაცარქექია. იყო და არა იყო რა. იყო ერთი რძალ მაზლი. მაზლი საშინელი ზარმაცი და ზორბატანისა იყო. არაფრის გაკეთება და მუშაობა არ შეეძლო. სულ ბუხართან იჯდა, ხელში ჩხირი ეკავა და ნაცარს ქექავდა. ამისათვის ნაცარქექია დაარქვეს. რძალი ეუბნებოდა: კაცო, აქეთ მოდეგ, იქით მიდეგ, იმუშავე და ოჯახში რამე შემოიტანე, თორემ მე შენი რჩენის თავი არა მაქვსო. რძალმა მაინც ვერაფერი ვერ გააწყო. მაზლი სულ ბუხართან იჯდა და კარში ვერას გზით ვერ გაიტყუა. აღდგომა დღეს ნაცარქექია ძლივს წავიდა წირვაზე და წირვის შემდეგ სახლში რომ დაბრუნდა, რძალმა კარი ჩაუკეტა და შინ აღარ შეუშვა. ნაცარქექიამ რძალს საგზაოდ ერთი გუდა ნაცარი, სადგისი და ახალი ყველი სთხოვა და გზას გაუდგა. ბევრი არა თუ ცოტაი არა, არ ვიცით. ერთი წყალს კი მიადგა და მეორე ნაპირს უშველებელი დევი დაინახა. დევი წყალს დასწაფებოდა და სვამდა. ნაცარქექია ძალიან შეშინდა, მაგრამ რა ეკნა? ერთი გზის მეტი არ იცოდა. იმ გზით ისევ შინ რძალთან უნდა დაბრუნებულიყო, თუ არა და დევის საუზმედ უნდა გამხდარიყო. იფიქრა და ბოლოს ეს მოიგონა. აბა გავივლი და მტვერს დავაყენებო. ნაცარქექიამ გუდა სადგისი უჩხვლიდა, გახვრიტა და რომ გაიარ გამოიარა, დიდი მტვერი დადგა. დევი გაოცდა, შეშინდა კიდეც. ქვა აიღო და უთხრა: აბა, ამ ქვას წყალი გამოადინეო. ნაცარქექიამ უცბად ახალი ყველი ამოიღო. მაგრად მოუჭირა ხელი, წყალით ქრიალით გამოადინა და დევს შესძახა. აბა, აქეთ გამოდი, მხარზე შემისვი და წყალს გამიყვანე. ფეხების დასველება არ მინდაო. დევი მაშინვე გამოვიდა. ნაცარქექია მხარზე შეისვა და უთხრა: ოჰ, რა ძალიან მსუბუქი ყოფილხარო. ეს იმიტომ, რომ ერთი ხელი ცაზე მაქვს მოკიდებული და თუ გავუშვი, მაშინ ვეღარც კი დამძრავო. რა კი ეგრეა, აბა გაუშვი ხელიო, უთხრა დევმა. ნაცარქექიამ სადგისი ამოიღო, დევს კისერში ჩაურჭო. დევმა საშინელი ყვირილი მორთო და სთხოვა, ხელი ისევ ცისთვის მოეკიდა. როდესაც წყალს გავიდნენ, დევმა უთხრა: წამოდი, დღეს სადილად მეწვიეო. ნაცარქექია შეშინდა, მაგრამ რას იზამდა, უთუოდ უნდა წაჰყოლოდა. დევისას რომ მივიდა, ნაცარქექიას დევის სახლი ძალიან მოეწონა. დაინახა ვეება კეცი ხმიადით ბუხარში იყო შედგმული. დევი სადილის მოსამზადებლად წავიდა და ნაცარქექიას დაუბარა. ხმიადისათვის ყური ეგდო. არ დამწვარიყო. ნაცარქექიას უნდოდა კეცი მოებრუნებინა, რადგან დაინახა ერთი გვერდი ძალიან შეწითლებული იყო. როგორც კი კეცს ხელი ავლო, მაშინვე გადმობრუნდა და ნაცარქექია შიგ მოყვა. ბევრი ეწვალა, მაგრამ კეცის ქვემოდან ვერ გამოძვრა. ბოლოს დევები მოვიდნენ ოთახში და ნაცარქექია კეცს ქვეშ მოყოლილი დაინახეს. გაჰკვირდნენ: კაცო, ეგრა გიქნიაო? შეეკითხა ერთი დევი. მუცელი ამტკივდა ძალიან და თბილი კეცი მუცელზე დავიდე. ეგება როგორმე ტკივილმა გამიაროს მეთქი. ახლა კარგად ვარ და აიღე კეციო, უთხრა ნაცარქექია. შემდეგ სუფრას მიუსხდნენ. დევებს ღვინო შემოელიათ. აიღეს დიდი კოკა და ნაცარქექიას უთხრეს: თუ ძმა ხარ, გადი, ეზოში ქვევრია, ამ ხელადით ღვინო ამოიღე და მოგვიტანეო. ნაცარქექიას შეეშინდა. უშველებელი დიდი კოკა რომ დაინახა, მაგრამ მაინც გავიდა ეზოში და დიდხანს აღარ დაბრუნდა. დევებს ცდა მოსწყინდათ. გავიდნენ და ნახეს ნაცარქექიას ბარი აეღო ხელში და ქვევრის გარშემო მიწას თხრიდა. მაგას რა შვები?
კითხეს დევებმა. ჯობია მთლად ამოვიღო ქვევრი და ისე დავლიოთ, თორემ პაწაწინა ხელადით მოტანა ადამიანს მოსწყინდება. დევებმა იფიქრეს, ჩვენ 9 ძმად ძლივს ჩავსვით цаრიელი ქვევრი და ეს კიდე მარტო აპირებს სავსე ქვევრის ამოღებასაო. შემდეგ თვითონ დევებმა ააფსეს ხელა და ღვინით და შეუდგნენ სადილსა. ამ დროს ერთმა დევმა დაახველა და ნაცარქექია ჭერს მიეკრა. დევებმა მაღლა აიხედეს და ნახეს ნაცარქექია ჭერის კოჭს ეჭიდება. კაცო, მან რა მაგიყვანა, რას აკეთებ? როგორ გაბედეთ, ჩემ წინ დახველება, უთხრა ნაცარქექიამ. ეს სკეპლა უნდა ჩამოვიღო და სულ გვერდები აგიწვათო. დევები ძალიან შეშინდნენ. ჩვენ 9 ძმად ძლივს მოვიტანეთ თითო ხე და ეს კი სკეპლას ეძახისო. შეშინებული დევები სახლიდან გაცივდნენ და დაიფანტნენ. ნაცარქექია როგორც იყო ბობღვით ჩამოძვრა და დევების ოჯახს პატრონობა დაუწყო. ერთ დევს გზაზე მელა შეხვდა და უთხრა: დევო, სად მირბიხარ? რა დაგმართნიაო? რაღაცად მივრბივარ. ჩვენთან ერთი კაცი მოვიდა, კინაღამ გადავყლაპაო. და უთხრა დევმა, როგორიც იყო ის კაცი. მელიას გაეცინა. ის ხომ ნაცარქექია, საწოდავი კაცი, რადგან არას აკეთება ძალმა სახლიდან გამოაგდო. მე იმათ კარგად ვიცნობ, რაც ქათმები ხავდათ, სულ მე გავუჩანაგე. წამოდი, როგორ შეგაშინა, მაგლა ჩარმაო. ვერ გენდობი, უთხრა დევმა. მელია ბევრს ეხვეწა. მაშ რომ არ მიღალატო, მოდი ამ თოკით წელზე გამომები. მელიამ თვითონ მოიბა თოკი და მერე დევს გამოაბა. დევი ისევ დაბრუნდა თავის სახლში თოკ გამობმული. ნაცარქექიამ რომ მელია და დევი დაინახა, ძალიან შეშინდა, მაგრამ რაღაც იზამდა. მაშინვე კარში გამოეგება და მელიას უთხრა: აჰ, შესაძაგელო, ჩემი 12 დევი გემართა და ბედ მარტო ერთი მოგყავსო. დევს ისე შეეშინდა, რომ თოკი დაგლიჯა. მელია სუმთლად დაფლითა და თვითონ 9-ს იქით გადაიკარგა. ნაცარქექიამ დევები სარჩოდა სიმდიდრე, რაც რამ ჰქონდათ, სუმთლად აკლემებს აჰკიდა და თავის რძალთან წაიღო. რძალი გამდიდრდა, ისევ ერთად დაიწყეს ტკბილი ცხოვრება. ჭირი იქა, ხინი აქა, ქატო იქა, ქვილი